2020 წლის მასწავლებელთა საცერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 2. ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. მოცემული გვაქვს v x-ის დამოკიდებულება დროზე, განსაზღვროთ აჩქარების გეგმილი დროის 0 წამს 3 წამს შუალედში. ეხლა, როდესაც t უდრის 0 წამს, ამ გრაფიკიდან, როცა t უდრის 0-ს, მისი შესაბამისი საწყისი სიჩქარე, საწყის მომენტში, ესე იგი v 0x-ი, ტოლი არის 8 მეტრ-წამში, როგორც ნახატზე ვხედავთ, 8 მეტრ-წამის. ხოლო რაც შეეხება 3 წამში, 3 წამის გავლის შემდეგ, ესე იგი, როცა t უდრის 3 წამს, ჩვენი სიჩქარე, მოდით ნახოთ რამდენი გახდა, 3 არის აქ, ამის შესაბამისი vx-ი, საბოლოო სიჩქარე, როგორც ხედავთ, არის -4-ის ტოლი. ესე იგი, vx-ი t უდრის 3 წამის გავლის შემდეგ, ტოლი ყოფილა -4 მეტრ-წამის. და ჩვენ გვეკითხებიან ის ტოლი არის აჩქარება ax-ი. ახლა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ აჩქარების განმარტებას, ax-ი ტოლი არის vx minus v0x-ი შეფარდებული t-ს minus t0-თან. ეს ტოლი იქნება vx-ი პირობით არის -4-ის ტოლი, ამას გამოვაკლებთ v0x-ი არის 8-ის ტოლი, შეფარდებული t არის 3 minus t0 არის 0-ის ტოლი. ეს ტოლი იქნება -12 მესამედის. ეს ტოლი არის -4 მეტრ-წამ კვადრატი. ესე იგი, ax-ი ტოლი ყოფილა -4 მეტრ-წამ კვადრატის. პასუხი B.